ვაკეში ამ წუთებში დიზაინერები იმყოფებიან, რომლებიც სულ ცოტა ხანში დაიძრებიან პარლამენტის ტერიტორიაზე და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი მკაფიოდ ემიჯნება ქართული ოცნების პოლიტიკას, მათაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სათქმელი დაეფიქსირებიათ და ისინი აქ არიან მოსული ბანერებით, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, არარუსულ მთავრობას და ხელახალი არჩევნები. სწორედ ეს არის მათი მთავარი მოთხოვნები. მე ახლა ვეცდები, რომ გავესაუბრო. თუ შეიძლება რომ გითხრათ, აქ რისთვის მობრძანდით, რამდენად პრობლემას წარმოადგენს ის, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს შეექმნება საფრთხე? პირველ რიგში მოვედით და ვაპროტესტებთ ყველა იმ ქმედებას, რაც მთავრობის მიერ განხორციელდა ბოლო დროს მიღებული კანონების დაწყებით, რუსული კანონი ცენზურის შესახებ და ბოლოს როგორც ჩატარდა არჩევნები ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა იმ დარბევებს, რაც მოყვა მშვიდობიან აქციას. ძალიან დიდი მადლობა. არ დარჩენილა შეიძლება ითქვას არც ერთი სფერო, რომელიც სფეროს წარმომადგენლებმაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტი არ გამოაცხადეს ქართული ოცნების პოლიტიკის მისამართით და დღეს სწორედ გრაფიკოსი, დიზაინერები და ამ სფეროს, კრეატიული სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის უერთდებიან ამ აქციას. რომ გითხრათ, არა რუსულ მთავრობას, ხო, ეს არის თქვენი ბანერის მთავარი სათქმე. დიახ. შევიკრიბეთ დღეს ჩვენი აზრის დასაფიქსირებლად ამ ინდუსტრიის წარმომადგენლობა და კი ბატონო, არა რუსულ მთავრობას, არა მოპარულ არჩევნებს, არა პოლიტპატიმრებს და გვინდა ევროპული მომავალი ქართველებს. კი ბატონო, მოგესალმებით, რომ გითხრათ, დღეს პრეზიდენტს აირჩევს არალეგიტიმური პარლამენტი, მათ შორის გარდა არჩევნების მოთხოვნისა, როგორც ვიცით, თქვენი პროტესტი მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების მისამართითაც არის მიმართული, ხო? რა შეგიძლიათ გითხრათ ამ ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით, ექნება თუ არა მას ლეგიტიმაცია და ამ მიმართულებით რას ფიქრობთ? ხო, იცით, მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას, რას გააკეთებენ ეს ადამიანები პარლამენტში, იმიტომ რომ რეალურად ეგენი არიან ისეთივე არალეგიტიმური, როგორც არ ვიცი, შეიძლება ოკუპირებულ აფხაზეთში ყავთ შეკრებილი ადამიანები, თავისავს პარლამენტს ეძახიან. ასევე არის დანარჩენ საქართველოში რაღაცა 80%-ში, რაც დარჩა რეალურად არაოკუპირებული ნაწილი. ამ შემთხვევაში აქეთ არიან შეკრებილი ესენი და გადაწყვეტენ, ვინ იყოს მაგათი არალეგიტიმური პრეზიდენტი. ზუსტად ისევე არალეგიტიმური, როგორც არის პარლამენტი. შესაბამისად, ბუნებრივია, როგორც ამ არალეგიტიმურ ქმედებებს, რაც პარლამენტში ხდება, ერთს დაუმატებენ ესენი და იქნება არალეგიტიმური პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, ამასთან ერთად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანა კარგავს იმ შანსებს, რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას საქართველოს ქონოდა მაშინ თუ გავწევრიანდებოდით ევროკავშირში და ეს პირდაპირ მნიშვნელობით მოკლეს ეს მომავალი და ეს არის ძირითადი, რასაც ჩვენ აქ ვაპროტესტებთ. მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ ვაკის პარკთან იმყოფებიან ახლა დიზაინერები, რამდენიმე წუთში ისინი დაიძრებიან პარლამენტის წინ. მათი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, რომელმაც ევროპული მომავალი, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეში ჩააგდო.